უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ რამდენიმე წუთის წინ პოლიციის სპეციალურმა დანაყოფმა გორდმა შტურმით აიღო სუპერმარკეტი, სადაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ადამიანები მძელვად აიყვანა. გარდა ამისა, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირმა ქუჩაში სროლა დაიწყო. აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად უკვე 5 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებული. ყველა დეტალს ახლა ეფეთ განვიხილავთ. მაგრამ მაშინვე აღნიშნავ, რომ აღმოჩნდა, რომ თავდამსხმელი იყო რუსი, რომელიც მოსკოვიდან უკრაინაში ჩამოვიდა. მოკლედ, უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებიდან თავიდანვე არ იყო ნათელი, ქალაქის რომელ რაიონში მოხდა ეს ტრაგედია. მაგრამ მოგვიანებით აშკარა გახდა, რომ საუბარია დედაქალაქის გოლოსიევსკის რაიონზე. იქ მცროლელმა მძევლები აიყვანა სუპერმარკეტ ველმარტში და ადგილობრივი პაბლიკების ცნობით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით ამ ინფორმაციას დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც განაცხადა, რომ უკვე ცნობილია 5 დაღუპულის შესახებ. ამავე დროს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კრავჩენკომ განაცხადა, რომ ნაბიჯვალმა 4 ადამიანი მოკლა კიევის გოლოსეევის რაიონში. მისი თქმით, თავდამსხმელი იყო 48 წლის მოსკოველი და ბინის საათის ცხოვრობდა ცეცხლი გაჩნდა. და სწორედ ეს კადრები შეგიძლიათ დღეს ტელეგრამის არხებში ნახოთ. ეხლა ყველაფერზე თანმიმდევრულად ვისაუბრებთ. კერძოდ ასევე იუწყებიან, რომ გოლოსეევსკის რაიონში თავდასხმის შემდეგ ხანძარი დაიწყო. ზოგიერთ ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ გარბის მსროლელი სამოქალაქო ტანსაცმელში ქუჩაზე და ესვრის შემთხვევით გამვლელებს. ამ კადრებს აქ YouTube-ზე ვერ გაჩვენებთ. მეტი ვიდეო იქნება ჩემს Telegram არხზე, Pechida News. ლინკი ამ ვიდეოს აღწერაშია. ასე რომ გადადით, გამოიწერეთ და იქ შეძლებთ ნახოს. თოფით, რა საშინელება? რა საშინელება? რა საშინელება? ის ახლა ბებოს ესურის. არა, არის რომ. და ვიღაც კაცსაც, აი კაცი შავში. აიმე. აი ისა. აიმე. აიმე. ნახე. по дороге. ძალიან ძლიერად. ხო და ეხლა მე სასეირნოდ გავედი. სად არის შენკი? მეც სასტრაფო დახმარება გჭირდება, პოლიცია, არ ვიცი. და პოლიცია გვერდით გაიქცა. წარმოიდგინე, ხალხი უბრალოდ მიდის. როგორც კი ინტერნეტში გამოჩნდა მსროლელის კადრები, პოლიციამ განაცხადა, რომ ატარებენ სპეციალურ ოპერაციას დამნაშავის დასაკავებლად. შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა პოლიციის ეკიპაჟები და სპეციალური დანაყოფი კორდი. დემეუკის ცხოვრებლებს თხოვეს დარჩენილიყვნენ სახლში. როგორც მოგვიანებით განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ, სროლის დროს დაჭრილებს შორის ბავშვიც არის. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სრდასრულ დაჭრილებს ადგილზე უწევენ დახმარებას და შემდეგ მისი ციტატა. გრძელდება სპეცოპერაცია მამაკაცის დასაკავებლად, რომელმაც სროლა მოაწყო და ამჟამად სუპერმარკეტის შენობაში იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, სუპერმარკეტშიც ისმის გასროლები. სროლის შედეგად უკვე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ასევე ინტერნეტში მაშინვე გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის მახლობლად სქელი კვამლია. ამზეამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამნაშავემ შესაძლოა ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქა. მაგრამ ეხლა იუწყებიან, რომ ეს თითქოს მის ბინაში მოხდა. ანუ ის კვამლი, რომელიც ჩანდა, არის შედეგი იმისა, რაც ამ სროლელის ბინაში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, როგორც ამბობს კლიჩკო, სუპერმარკეტის შენობაში ასევე არიან დაღუპულები. დაშავებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათგან 10 ჰოსპიტალიზებულია. უკვე 18 საათის შემდეგ მერმა კლიჩკომ მედიკოსების დაყრდნობით დააზუსტა, რომ ამ დროისთვის 2 ადამიანის დაღუპვა დადასტურებული. მოგვიანებით გავიგეთ 5-ის შესახებ. დაჭრილებს შორის კიდევ ერთხელ გავიმეორებ არის ბავშვი და სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი.
სადაც შეიარაღებული პირი შეიჭრა. ისმოდა პოლიციის ხმა ხმამაღლა მოლაპარაკიდან. ალბათ პოლიცია ცდილობდა შეიარაღებული პირისთვის დაერწმუნებინა, რომ დაედო იარავი. ჩვენ გვდებით, ჩვენ გვინდა ნედატვათ. შუპურა უცნობია, გამოვა თუ არა. ჩვენ არ გვიდავით არც თქვენთვის და არც სხვა ადამიანებისთვის. დაიცადეთ სინიორამდე შეჩანს. ჩვენ არ ვიყავთ ადამიანები ბედის გარეშე. ჩვენ გვინდა რომ თქვენ დაარჩიოთ სიტუაცია. სიუჟეტის მინიმალური სტაბილურობა. გაგრძელება იქნება სუბტიტრების რედაქტორი, კორექტორი, ეგორობა. ჩვენ არ ვიდა რომ ეს სიტუაცია კიდევ უფრო გავაუარესოთ. გთხოვთ ბოლომდე მოусმინოთ ზარს. შედეგად სპეციალური დანაყოფის კორდის სპეცრაზმელებმა ლიკვიდაცია გაუკეთეს კიევოს მსროლელს სუპერმარკეტზე შტურმის დროს, სადაც ის იმალებოდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა. შემდეგ მის ციტატა. კორდის სპეცრაზმელებმა შტურმი ჩაატარეს მაღაზიაზე, სადაც დამნაშავე იმყოფებოდა. მან ძევლები აიყვანა და დაკავების დროს პოლიციელს ესროლა. მანამდე მასთან მოლაპარაკეები ცდილობდნენ დაკავშირებას. დამნაშავის მიერ მიყენებული მსხვერპლის რაოდენობა ზუსტდება. არიან დაღუპულები და დაჭრილები. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სროლის განეიტრალების შემდეგ სუპერმარკეტიდან გათავისუფლებულ მძევლებს გამოჰყავდათ. კლიჩკომ განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა იზრდება. აი ბოლო მონაცემებით ცნობილია, რომ 15 ადამიანი დაჭრილია და 5 გარდაცვლილია. მაგრამ ახლა რა თქმა უნდა აქვეყნებენ კადრებს, ძალიან საშიშ კადრებს ამ სროლელის თავდასხმის შედეგების შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ბოლო მონაცემებით ცნობილია შემდეგი. დღევანდელი ტერაქტის შემდეგ კიევში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურებებს დაავალებენ გაამკაცრონ კონტროლი იარაღის ბრუნვაზე. განსაკუთრებით იმაზე, რომელსაც სამოქალაქო პირები შეიძლება შეიძინონ და ჩაატარონ დამატებითი შემოწმებები. გარდა ამისა, გარდა ამისა, გავრცელდა მოკლული დამნაშავის იარაღის ფოტო. წერენ, რომ ეს არის ხრახნიანი ნახევრადავტური და ავტომატური კარაბინი Caltech Sab 2000, რომელიც ორად იკეცება და სრულიად ლეგალური იარაღია. მოგვიანებით ვლადიმირ ზელენსკი სასწრაფოდ მიმართა უკრაინელებს და განაცხადა იმაზე, რაც ამ მომენტისთვის ცნობილია. 5 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 10 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ჭრილობებითა და ტრავმებით. 5 დაშავებულმა დახმარება ადგილზე მიიღო. იმედოვნებ ოპერატიულ გამოძიებას, ამბობს ზელენსკი. მუშაობენ ეროვნული პოლიციისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები. შინაგან საქმეთა მინისტრსა და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს დაავალე საზოგადოებისთვის ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა გადამოცემული ინფორმაცია მიეწოდებინათ. ასე რომ, უკვე არის განცხადება თავად კლიმენკომ, რომელმაც განაცხადა, რომ მსროლელი მოძრაობა დაიწყო დემეევსკაიას ქუჩიდან. გზაში მოკლა 4 ადამიანი, მეხუთე. სროლელის მსხვერპლი გახდა მძევალი სუპერმარკეტ ველმორტში.
ამავე დროს ზელენსკიმაც განაცხადა, რომ 4 დაკავებული მძევალი მაინც გადაარჩინეს და კლიმენკოს თქმით, გადარჩენილთა რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს. აი პრინციპში ალბათ აქ უკვე დასამატებელი აღარაფერია. კიდევ ერთხელ ავნიშნავ მხოლოდ ერთს, რომ მეტი ვიდეოს ნახვას შეძლებთ უკვე ჩემს Telegram არხზე. Pecheniu მისი ბმული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ასევე თავად მსროლელის პიროვნება ჯერ კიდევ გინდება. არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ის მოსკოვის მკვიდრია. ანუ სწორედ ის გაველურებული რუსი, რომელიც უკრაინაში აღმოჩნდა. აი ესეთი ტერაქტების ჩადენა შეუძლიათ რუსებს. აქ მრავალწერილს დავსვამ. მეგობრებო, თქვენი აზრები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ და გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დააყენოთ ლაიქი და დაწეროთ თქვენი კომენტარი. ამით ყველაფერი დასრულდა, გთხოვთ იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.